რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, კიევი და მოსკოვი უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების აღმოფხრასა და შავ ზღვაში კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვაზე მორიგდნენ. გადაწყვეტილება ელ-რიადში გამართული სამდღენი მოლაპარაკებების ფარგლებში იქნა მიღებული. შეხვედრები არ მოიცავდა უკრაინელ და რუს ოფიციალურ პირებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს. თეთრი სახლი ადასტურებს იმასაც, რომ ორივე ქვეყანა ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების აკრძალვის შესახებ ზომების შემუშავებაზეც შეთანხმდა. ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ადამიანების მკვლელობა ორივე მხარეს უნდა შეწყდეს. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, მოლაპარაკებების სწორი მიმართულებით ვითარდება. სწორი მიმართულებით მივდივართ. ეს პირველი ნაბიჯები არ არის, მაგრამ ეს ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის დასაწყისია. ომის დასასრულისა და ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ. ისევე როგორც გრძელვადიანი და სამართლიანი სამშვიდობო შეთანხმების კუთხით. ყველა ხედავს, რომ ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ შედგა, რადგან რუსებს ამის სურვილი არ აქვთ. უფრო მეტიც, იმ პირდაპირი შეთანხმებების ფარგლებშიც კი, რაც განვიხილეთ, საჰაერო სივრცის, საზღვაო უსაფრთხოების და ჰუმანიტარული გაცვლის შესახებ, მათ თავიანთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების საკითხი წამოჭრეს. ყველას ესმის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შედეგის მიღწევა სურს, ტრამპს სურს შედეგი.